საღამომშვიდობით მთავარი საინფორმაციო გამოშვებით დაუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში, ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მე-9 რეგიონულ კონფერენციას ამჯერად ამბროლაურმა უმასპინძლა. ორგანიზაციის ბორდის წევრები რაჭა, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრას ცოტნე ივანიშვილი დაესწრო. მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების როლზე ქვეყნის, რეგიონისა და ქალაქის განვითარებაში. შეხვედრის მთავარი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ძირითად თემებად დასაქმება და განათლების რეფორმა დასახელდა. კონფერენციების მიზანია სხვადასხვა მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობის ზრდა, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები საქართველოს 10 რეგიონში იმართება. დასკვნითი ღონისძიება თბილისში გაიმართება. ხაზგასმა იყო ემიგრაციაზე, ხაზგასმა იყო ტურიზმის განვითარებაზე და ასევე სამუშაო ადგილებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში საკითხები რაც იყო დასმული ეტაპობრივად მოგვარდება და გადაიჭრება, რა თქმა უნდა, ემიგრაცია გრძელვადიანი საკითხი არის და რაზეც ცენტრალური ხელისუფლება მუშაობს. რაც შეეხება უშუალოდ ახალგაზრდებთან ჩართულობას და კომუნიკაციას, მე ვფიქრობ, ეს ნაწილი შედგა, ამ შეხვედრებმა გამოიღო შედეგი, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მათთან კომუნიკაციას, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ამ რეგიონებში და ქალაქის დასკვნითი შეხვედრით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ღირსეულად შევძლებთ, რომ გავხსნათ მათთან კომუნიკაცია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალგაზრდების მიერ იმ გამოწვევებზე, რაც მათ აწუხებთ. მათ შორის ყველაზე პრიორიტეტული, ასე ვთქვათ, გამოწვევა გახლდათ მიგრაცია, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ჩვენმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა საიმისოდ, რომ უშუალოდ რეგიონში იყოს ძალიან ბევრი შესაძლებლობა შექმნილი ახალგაზრდებისთვის, რათა უზრუნველყოთ ის, რომ ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ისევ ამ რეგიონის განვითარებას მოხმარდეს. დროთა განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო კარგად და ნათლად პრაქტიკაშიც დავინახეთ უშუალოდ ამ შეხვედრების მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამას ექნება განგრძობითი ხასიათი მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე შეხვედრა არის დარჩენილი უშუალოდ ამ პროექტის განმავლობაში და შესაბამისად განგრძობითი ხასიათით და ამა და სხვა შინაარსის შეხვედრებით კიდევ უფრო მეტი გვეცოდინება ახალგაზრდების ჩართულობაზე, მათ ყოველდღიურ გამოწვევებზე და მათ ხედვაზე, როგორ უნდა განვითარდეს პერსპექტიულად მათი რეგიონი. შემდეგი შეხვედრა იმერეთში გაიმართება, შევხვდებით ადგილობრივ ახალგაზრდებს, მათგან მოვისმენთ იმ პრობლემებს, გამოწვევებს და იდეებს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ და აწუხებთ. ახალგაზრდების საჭიროებები ახალგაზრდებზე უკეთ ფიქრობ არავინ არ იცის და არც არავის არ ისმის. და მნიშვნელოვანია, როგორც წინაზე აღნიშნე, ის ხიდჩატეხილობა, რაც ახალგაზრდებს ერთმანეთთან გვაქვს, ისევე ახალგაზრდებმა აღვადგინოთ და ჩვენი მწვავე ან საჭიროები თემები რებიც გვაწუხებს, რებიც გვჭირდება, ერთმანეთს ხმამაღლა და მკაფიოდ გავუზიაროთ. მსგავსი შეხვედრები აუცილებელია, ვფიქრობ, ჯანსაღი კომუნიკაციისთვის და ჩართულობისთვის. ძალიან სასარგებლო დიალოგი გქონდა დღეს, ძალიან ბევრ კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი და იმედი მაქვს, რომ ჩვენ შორის ასეთი ჯანსაღი კომუნიკაცია კიდევ გაგრძელდება შემდეგშიც. ძალიან კარგი არის ასეთი შეხვედრები, როდესაც ამდენი ადამიანი არის ჩართული განხილვაში თუ რა არის გასაკეთებელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი პროცესები კიდევ გაგრძელდება. ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ფრონტის წინა ხაზზე ნიკა გვარამია. ყოფილ ნაციონალს მუქმედი დაუპირისპირდა. ანა წითლიძე გვარამიას პოლიტიკურ манипуляციებსა და პარტიული რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. წითლიძის თქმით, რომ არა მიხეილ სააკაშვილი გვარამია პოლიტიკურადაც ვერ შედგებოდა. მანამდე კი გვარამიამ ნაცმოძრაობას დისფუნქციური ორგანიზმი უწოდა, რომელიც მისი თქმით ყველას და ყველაფერს აგინებს. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება კი არ უგვრთ მმართველ გუნდში. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანდებიან თუ არა ისინი რომელიმე პლატფორმის ქვეშ, მათ შორის ბრძოლა პირველობისთვის მუდმივად იქნება. ბორენა ონიანიგი ამბობთ. თუ ვინმე გაძარცვა ნაციონალური მოძრაობა და პირადად მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად არის ნიკა გვარამია. ასე პასუხობს ანა წითლიძე ნაცმოძრაობიდან განაყოფ ნიკა გვარამიას, რომელმაც სააკაშვილის პარტიას არათანმიმდევრული უწოდა და ღიად თქვა, ის რასაც თანაგუნდელებზე დიდი ხანია ფიქრობდა. ძველი და ახალი ნაცები ერთმანეთს პოლიტიკურ манипуляციებში, პარტიული რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში, ხმების მოპარვასა და საკუთარი ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებენ. არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. არადა დიდი ხანია ასე აღარაა.
სამწუხაროა ის, რომ გვარამია, რომელსაც შეიძლება და ამ ხელა პოტენციალი ქონოდა, ეხა ფაქტობრივად შეენაცვლა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და დაეკავა ქალბატონი ჩერგოლეიშვილის პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში. თითის ქნევას ნაციონალური მოძრაობა არ მიიღებს გვარამიასგან. სადაც ეს პირადი ამბიციები და ეგოები არ დაიწრიტება ოპოზიციურ ველზე. მანამდე ამ ერთობაზე საუბარი იქნება ყოველთვის რაღაცა მითიური. ოპოზიცია საკუთარ განცხადებებში დაიკარგა. წითლიძემდე ნიკა გვარამიას კრიტიკას თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა. ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ კოლეგას შიდა პარტიულ ტურბულენტობაზე მიუთითა, რაზეც ნიკა გვარამიამ ოპერატიულად უპასუხა და ნაცმოძრაობას ურჩია ოპოზიციის ალიანსში საკუთარი ფუნქცია მოძებნოს. არ მეგონა ასე ვთქვათ, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე ნიკა გვარამიას მხრიდან. ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რომელიც თავად ახალშია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა. იმედი მაქვს ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ. მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა რამეს ელემენტარულს მაინც. ოპოზიციაში გავლენებისთვის ბრძოლა წითლიძე გვარამია ბოკუჩავას დაპირისპირებით არ დაწყებულა. პოლიტიკური ომი ჯერ კიდევ სააკაშვილმა და მელიამ გაამწვავეს. პატიმრები ერთმანეთს წერილებით დაუპირისპირდნენ და ერთმანეთისთვის ბევრი კრიტიკა, შეურაცხყოფა თუ მუქარა არ დაიშურეს. კონფლიქტს არ ჩამორჩა ბოკერიას ფლანგი, რომელმაც პატიმარი სააკაშვილი ოპოზიციაში არასტაბილურობის შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. განხეთქილების ფონზე ნაცმოძრაობის ალიანსიდან რიცხვის საკითხიც არაერთხელ დადგა დღის წესრიგში, თუმცა ალიანსი ეგრეთ წოდებულ ერთობას ამ დრომდე საჯარო განხეთქილების ფონზე ფორმალურად ინარჩუნებს. რეალურად ბრძოლა მიდის, ვინ იქნება თავარი ოპოზიციური წარმომადგენლები. ვინ არიან ეს ადამიანები, ხო, რა აერთიანებთ? ერთი რამ იმართებიან გარედან, ყავთ გარე პატრონები, იღებენ გარე დავალებებს. შემჩნეულები არიან წრულ საქმიანობაში და არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ კონკრეტული ფაქტებით და ამას თვითონაც ადასტურებდნენ. მაგალითად ის, რომ ბრიუსელში კონკრეტულად დარბოდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო და ასე შემდეგ. ბევრი ასეთი მაგალითები და არანაირი ნდობა არ აქვს, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოებაში და ეს არის ქართული ხალხის პასუხი ყველა ქვეყნის მტერზე. ოპოზიციაში რომ არანაირი ერთობა არ არსებობს, ამაზე მმართველი გუნდი დიდი ხანია მიუთითებს. სახელისუფლებო პარტიაში უცხოურ დაკვეთებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხელოვნური გაერთიანებით უპერსპექტივო ოპოზიცია გარე მითითებების შესრულებას ცდილობს. არანაირი რეალური, ასე ვთქვათ, ერთობა, რასაც ერთობა ქვია, მათ შორის არ არის. მათ, ასე ვთქვათ, შორის ისეთი გადაულახავი პიროვნული, მათ შორის წინააღმდეგობები არსებობს, რომ ეს ნაცვლად მიუთითებს, რომ მათ რაიმე პერსპექტივა ქართულ პოლიტიკაში რეალურად არ გააჩნიათ. ესეთი ჩვეულებრივი აგენტები არიან, ფულს იღებენ ამ ყველაფერში, მათ შორის აი ამ თავიანთ მიერ დაგეგმილი პროვოკაციებში, გამოხდომებში, მიტინგების ორგანიზებაში და ეს დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ვერ იყოფენ აი ამ თანხებს. ოპოზიციური ალიანსი დაახლოებით 3 თვის წინ შეიქმნა და მას შემდეგ ნაცმოძრაობა დაპირისპირების ავანგარდშია. სააკაშვილი ეგრეთ წოდებულ ერთობას გამუდმებით აკრიტიკებს, მაგრამ გაერთიანებას არ ტოვებს. როგორ დამთავრდება ძალაუფლებისთვის ბრძოლა ოპოზიციურ ფლანგზე უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ რადიკალების ანგარიშზე კულავში და შუღლი უგეგმობა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა. კიევის მიმართ რბილი თბილისის მიმართ მკაცრი სადგაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი. ამ სათაურით სტაჩიშჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი სტატიას აქვეყნებს, სადაც პოლონეთის საგარეო პოლიტიკასა და უკრაინისა და საქართველოს მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე ამახვილებს ყურადღებას. ავტორი აკრიტიკებს ვარშავის ამჟამინდელ პოლიტიკას და აცხადებს, რომ პოლონეთის საკუთარი სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად ბრიუსელისა და ბერლინის პოლიტიკურ ნარატივებს მიხვება. სტატიაში ავტორი ასევე ყურადღებას ამახვილებს ეგრეთ წოდებულ პრორუსული საქართველოს მითზე და აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყანაა და ასეთ პირობებში თბილისის მხრიდან ფრთხილი პოლიტიკა არა ღალატი, არამედ თვითგადარჩენის ინსტინქტია. დეტალებით დავით ქუთათელაძე.
მაშინ, როდესაც ევროპაში უკრაინის მხარდაჭერა თითქმის უპირობო პოლიტიკურ დოგმად იქცა, პოლონეთში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვები, ხომ არ მოქმედებს ოფიციალური ვარშავა ორმაგი სტანდარტებით, რატომ არის კიევის მიმართ მაქსიმალური მოთმინება დასაშვები, ხოლო თბილისის მიმართ მკაცრი შეფასებები და მორალისტური ტონი. სწორედ ამ კითხვებს უძღვნის ვრცელ სტატიას სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი. ის სტატიაში პოლონეთის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ვარშავა საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად სულ უფრო ხშირად ბრიუსელისა და ბერლინის დღის წესრიგს მიჰყვება. ავტორის შეფასებით ამის ყველაზე ნათელი მაგალითი უკრაინასა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. უკრაინის მიმართ მაქსიმალური მოთმინება, საქართველოს მიმართ კი მკაცრი შეფასებები. ასე აღწერს პოლონეთის ამჟამინდელ პოლიტიკას მარჩინ როსოლოვსკი. სტატია სათაურით კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი, სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი, პოლონურ პოლიტიკურ სივრცეში აქტიური განხილვის საგანი გახდა. პოლონეთმა არ უნდა დააკოპიროს არც გერმანული რეფლექსები და არც ბრიუსელის განცხადებები. მას სჭირდება საკუთარი კავკასიური პოლიტიკა, რეალისტური, მოთმინებაზე დაფუძნებული, ინტერესებზე ორიენტირებული. ქართველებთან შეიძლება დემოკრატიულ სტანდარტებზე საუბარი, თუმცა პარტნიორული ურთიერთობა დიალოგს მოითხოვს და არა დემონსტრაციულ დისტანცირებას. იზოლირებული საქართველო არც უფრო ევროპული გახდება, არც უფრო ატლანტიკური და არც პოლონეთისადმი უფრო მეგობრული. ის გახდება უფრო სუსტი, უფრო მარტოსული და უფრო ადვილად სამართავი ძლიერი მოთამაშეების მიერ. პოლონეთი სწორედ მაშინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც სხვები მისგან დემონსტრაციულად დგებიან. ავტორის შეფასებით პოლონეთის საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად ეფუძნება საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და უფრო მეტად ითვალისწინებს დასავლურ პოლიტიკურ ნარატივებს. როსოლოვსკი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველო ვარშავისთვის მხოლოდ მორიგი პარტნიორი ქვეყანა არ არის. მისი თქმით, კავკასია წარმოადგენს სივრცეს, სადაც ერთმანეთს კვეთს ენერგეტიკული, სატრანსპორტო და გეოპოლიტიკური ინტერესები. შავი ზღვის რეგიონი, თურქეთი, ცენტრალური აზია, ირანი და რუსეთი. სწორედ ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში მდებარეობს საქართველო, რომელსაც ავტორი პოლონეთისთვის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. მისივე შეფასებით, თუ პოლონეთს სურს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის შენარჩუნება თბილისთან ურთიერთობა პარტნიორობაზე უნდა ააგოს და არა პოლიტიკური ლექციების კითხვაზე. თუ პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესს რაიმე მნიშვნელობა აქვს, ის თანმიმდევრულად უნდა მოქმედებდეს. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კიევის მიმართ დათმობების გამართლებას ემსახურება, არამედ მაშინაც, როდესაც ბერლინსა და ბრიუსელში გავრცელებული მოდის წინააღმდეგ წასვლას მოითხოვს. საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. ავტორის თქმით, ვარშავას ხშირად მოუწოდებენ თავი შეიკავოს მკვეთრი განცხადებებისგან, არ გაამწვავოს უთანხმოებები და მოთმინება გამოიჩინოს. თუმცა როგორც როსოლოვსკი აღნიშნავს, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, იგივე მოთმინება მოულოდნელად ქრება. სტატიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია კორუფციის თემასაც. როსოლოვსკი Transparency International-ის 2024 წლის მონაცემებს იშველიებს. ამ მონაცემების მიხედვით კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 53 ადგილზეა, უკრაინა კი 105 პოზიციაზე. ავტორი სვამს კითხვას, თუ დასავლეთისთვის გამჭვირვალობა და ინსტიტუციური ეფექტიანობა მნიშვნელოვანია, რატომ არის უკრაინა უპირობო ნდობის მქონე პარტნიორი, ხოლო საქართველო მუდმივი კრიტიკის ობიექტი. როსოლოვსკი ასევე იხსენებს უკრაინაში ბოლო წლებში გახმაურებულ კორუფციულ სკანდალებს, მათ შორის სამხედრო შესყიდვებსა და ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ საქმეებს. მისი შეფასებით, უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ და ამავდროულად კრიტიკული კითხვების დასმა ერთმანეთს არ გამორიცხავს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება პოლიტიკური გამარტივებაა, რომელიც უფრო მეტ საბნევს ვიდრე ხსნის. საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ქართულ საზოგადოებას ახსოვს 2008 წლის ომი, რუსული ტანკები, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვა. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ხალათს ნიშნავდეს, ის შესაძლოა უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს. უკრაინას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს გადარჩენისთვის, ხოლო საქართველოს არა. თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ატარებს, ზოგჯერ დასავლეთისთვის გამაღიზიანებელს, ზოგჯერ კი ზედმეტად ფრთხილს, თუმცა დაუშვებელია მისი ავტომატურად რუსულ აგენტურად გამოცხადება. სტატიაში მკვეთრია როსოლოვსკის შეფასებები გერმანიის მიმართ. სტატიის ავტორი აცხადებს, რომ თუ ევროპაში ვინმეს პრორუსულ პოლიტიკაზე უნდა საუბარი, პირველ რიგში სწორედ ბერლინის წარსული გადაწყვეტილებები უნდა გაიხსენოს.
ადვილია ქართველებისთვის მკაცრი ნაბიჯებისკენ მოწოდება ვარშავიდან, ბერლინიდან ან ბრიუსელიდან. გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება იმ შედეგებზე, თუ პატარა კავკასიური ქვეყანა მოსკოვთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში აღმოჩნდება ჩართული. თუ უკვე პრორუსულობაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ბერლინს უნდა შევხედოთ. დღეს მიუხედავად ომისა და სანქციებისა, გერმანული ბიზნესის ნაწილი კვლავ ეძებს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის გზებს. სიმბოლური იყო გერმანიის ბიზნეს წრეების მონაწილეობა სანქტ-პეტერბურგის ბიზნეს ფორუმში. იქ კვლავ ჩანს იგივე მენტალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთს პარტნიორად, ხოლო ცენტრალურ ევროპას ბიზნესის კეთებაში ხელის შემშლელ ფაქტორად აღიქვამდა. სწორედ ამიტომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს გერმანული მგრძნობელობა საკუთარ კომპასად აღმოსავლეთისა და კავკასიის საკითხებში. სტატიის ფინალურ ნაწილში პოლონელი ანალიტიკოსი საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ პოლონეთმა იქ საკუთარი პოლიტიკური ხმა დაკარგოს. მისი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია. საქართველოს უნდა დარჩეს ვარშავის სტრატეგიულ პარტნიორად და არა იმ ქვეყნად, რომელსაც ევროპული დედაქალაქებიდან დისტანციურად ჭკუას არიგებენ. მარჩინ როსოლოვსკის სტატია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებს. საბრძოლო რეგულაციების ფარგლებში ქართული მხარის მონაწილეობით ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. ამ შესახებ პოსტივი საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შეხვედრაში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით 11 ივნისს ქალაქ ბრიუსელში საქართველოს მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატის დირექტორის ხელმძღვანელობით. საქართველოს დელეგაციამ ათენში საერთაშორისო საზღვაო გამოფენა პოსიდონია 2026-ე საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმების, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები განიხილა. შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი მეზღვაურების მაღალ კვალიფიკაციას, ანაკლის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს და საქართველოს როლის ზრდას რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანში. პანელურ დისკუსიებზე ასევე გამოიკვეთა მწვანე პორტებისა და საზღვაო სფეროში თანამედროვე უნარების განვითარების მნიშვნელობა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები, საპორტო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და მეზღვაურთა პროფესიული განვითარების საკითხები განხილვის მთავარი თემა იყო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საზღვაო გამოფენა კონფერენციაზე პოსიდონია 2026-ზე, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის მთავარი გზავნილი მწვანე პორტების განვითარება და თანამედროვე უნარების გაძლიერება გახდა. პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა აღნიშნა, რომ საზღვაო სექტორის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანური კაპიტალის განვითარებას, უწყვეტ განათლებასა და პროფესიულ გადამზადებას ენიჭება. საქართველოსთან გამოფენაში 12 საზღვაო კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის გაფართოება. სწორედ ამ მიზნით ჩვენი შეხვედრები ემსახურებოდა საქართველოს საზღვაო პოზიციების გაძლიერებას. კონფერენციების ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარი მიმართულება ქართველი მეზღვაურების მაღალი კვალიფიკაცია და საქართველოს მზარდი როლი იყო რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რომლის ამოქმედებაც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის. ბევრი სასარგებლო შეხვედრა გავმართეთ ჩვენ კოლეგებთან ერთად, გაუზიარეთ გამოცდილება სხვადასხვა კომპანიებს ახალი ბაზრების ძიებაში. დღესდღეობით 1200-მდე ქართველი მეზღვაური დასაქმებული არის პოლონიაში, ხანეთბენ ჯორჯიას და ჩვენთვის სასაუბრო ბევრი სხვადასხვა საინტერესო თემა იყო. ასეთი ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისთვის და კიდევ უფრო მეტი ქართველი მეზღვაურის დასასაქმებლად. პოსიდონია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საზღვაო პლატფორმად ითვლება საერთაშორისო პარტნიორობის ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებისთვის. მაშინ მონაწილეობას მსოფლიო წამყვანი საზღვაო კომპანიები და ქვეყნები იღებენ.
თბილისის მერიამ სიონში რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახაკალაძე ადგილზე გაიცნო. არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. ტაძრის აღნიშნულ ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს. შესაბამისად აღნიშნულ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს. მშენებლობა ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.220.000 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ, პროექტი გაკეთებულია. მიმდინარეობს ხარჯების მოწყობა და უშუალოდ დაიწყება სამუშაოების განხორციელება. პრობლემა აქვს სახურავს, ასევე სამრეკლოც დაზიანებულია. ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ეს გამოწვევები რაც არის დღეს, რომ წყალი ჩამოდის, ფრესკებს აზიანებს, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის სრულად დამთავრებული იქნება. თბილისის განვითარების ფონდი მუშაობს, საპატრიარქოს შესაბამისი ყველა წარმომადგენელი ჩართულია, დარგის სპეციალისტები ჩართულია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონია სიონის ტაძარი და რა თქმა უნდა, ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება გაეთმობა. ერთს რამეს ვამბობ, რომ იქნება სრულად მოწესრიგებული, განახლებული და რეაბილიტირებული. ამორტიზირებული იყო სახურავის ნაწილი, კოროზია ქონდა დაწყებული, სადაც წყლის ჩადინება იყო, ზიანდებოდა ფრესკები, ტაძრის შიდა ნაწილი. აქედან გამომდინარე დაევალა თბილისის განვითარების ფონდს, რომ შეეცვალა სახურავი. დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს უშუალოდ ხარჯების მოწყობა ტაძრის პერიმეტრზე, რომ მოხდეს უშუალოდ გუმბათთან დაწყება სახურავის შეცვლის, მშენებლობას ახორციელებს შეფეს რემონტი 2 დაახლოებით ღირებულება, სამშენებლო ღირებულება წარმოადგენს 1.220.000 ლარს. ობიექტი დავიწყეთ მაისის თვეში და ოქტომბრის ბოლოსთვის ფიქრობ დავასრულოთ. უაღრესად მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინებით, თუ რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს თბილისში, თბილისის სიონის უძველეს საპატრიარქო ტაძარს, ხდება ტაძრის გადახურვა, რა თქმა უნდა და ჩვენი მხრიდან, ეკლესიის მხრიდან და ასევე საზოგადოების მხრიდან იმსახურებს უაღრესად დიდ მადლიერებას, რა თქმა უნდა, ღმერთმა დალოცოს აი ამ პროექტის ავტორი და თვითონ ყველა შემსრულებელი, ვინც აი შეასრულებს აი ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. არ ვიცი 50, არ ვიცი 70 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გადახურვა მოხდა სიონის ტაძრის და ბუნებრივია საჭიროებდა სასწრაფო წესით ჩარევას და საჭიროებდა ახალ გადახურვას. სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით 17 ეგრეთ წოდებული მაინერი ამოიღეს. სამართალდამცველების მიერ ბოლო 3 დღის განმავლობაში ჯამში 212 მოწყობილობაა ამოღებული. გამოძიების ინფორმაციით აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და ციფრული ვალუტის არალეგალური გენერირება ხდებოდა. დანაშაულის 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დასავლეთის ორმაგი სტანდარტი და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებები ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის მიხედვით სომხეთი რუსეთის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების ფონზე ევროკავშირისგან ფინანსურ დახმარებას მიიღებს, მემარცხენე ალიანსს შეეხმაურებიან. პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მიერ სომხეთისთვის დაგეგმილი ფინანსური მხარდაჭერა და ამ ფონზე საქართველოს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ორმაგი სტანდარტზე მიუთითებს. ბრიფინგზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე. საკითხებზე. მემარცხენე ალიანსის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობების ფორმატს უნდა გადახედოს. გვინდა ვკითხოთ შოვინისტ ურსულას. ამ 30 წლის მანძილზე იცის რამდენი ომი აქვს საქართველოს რუსეთთან ნაწარმოები? იცის რამდენი ადამიანი შეეწირა და რამდენი ოჯახი განადგურდა ამ პერიოდში? იცის რომ საქართველოს რუსეთთან საერთოდ არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა? თუ საქართველოს რუკაზე სადა, ისიც კი არ იცის. მაშინ როდესაც ხაზგასვით ვამბობ, საქართველოს დამოუკიდებლად ბევრი რამ გააკეთა კოლექტიური ცივილიზებული დასავლეთისთვის, პასუხად მივიღეთ უმიზეზო თავდასხმები, სანქციები, მათ შორის რეიტინგული მედია საშუალებების, რაც მსოფლიო პოლიტიკური ისტორიისთვის უპრეცედენტოა. თითქმის ყოველდღე ვისმენდით კორუმპირებული ევროპარლამენტარების დისკრიმინაციულ განცხადებებს მაღალი ტრიბუნიდან და სხვა. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სანამ არ დაასრულებს ევრობიუროკრატია საქართველოსთან შოვინისტურ მიდგომებს, ორმაგი სტანდარტით ურთიერთობას, ევროსაბჭოსთან შეწყვიტეთ პარტნიორული დამოკიდებულება.
სამცხე ჯავახეთი გემო ფესტს მასპინძლობს. გასტრონომიულმა ფესტივალმა სტარტი ახალციხეში რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. გემო ფესტის ფარგლებში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, აგროზონა, საბავშვო სივრცე და კვების ობიექტები. ფესტივალზე წელს 13 ადგილობრივი მეწარმეა წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სამცხე ჯავახეთის კულინარიულ ტრადიციებს, ასევე დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი მესხური კერძები. ფესტივალის შესახებ მე დეტალს შორენა არუშიძისა და ვერონიკა ირამაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ. გემოფესტ 2026 წელს სამცხე ჯავახეთმა უმასპინძლა. რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორია ერთ დიდ კულინარიულ სივრცედ იქცა. სამცხე ჯავახეთი გემოს მასპინძლობს ამჯერად ახალციხის ტერიტორიაზე 13 ადგილობრივი მასპინძელი უმასპინძლდება სტუმრებს განსხვავებული ავთენტური გემოებით. სამცხე ჯავახეთი ძალიან გამორჩეული საქართველოა და ეს ყველაფერი გასტრონომიაში ძალიან თვალნათელია. გასტრონომიულმა ფესტივალმა რეგიონის კულინარიული ტრადიციები და ადგილობრივი გემოები ერთ სივრცეში წარმოაჩინა. გემოფესტის ფარგლებში მოეწყო კვების ზონები, სამეწარმეო და ღვინის ბაზრობები, სადაც წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, ასევე ნაკლებად ცნობილი და იშვიათი კერძები. ღონისძიება იქცა შეხვედრის ადგილად ადგილობრივი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის, ტურისტებისთვის და გასტრონომიის მოყვარულებისთვის, რომლებმაც საერთო გამოცდილება გაიზიარეს და რეგიონული პროდუქტების მრავალფეროვნება აღმოაჩინეს. არაჩვეულებრივი განწყობა ახალციხეში მასპინძლობს ყველაზე გემრიელ ფესტივალს გემოფესტს ახალციხე პირველად მასპინძლობს. ძალიან ბევრი ადამიანი არის მოსული აქ, მრავალფეროვანი არის გარემო. მესხური ტრადიციული სამზარეულო და არა მხოლოდ. ატარებისთვის არის მოწყობილი სპეციალური სივრცე. თავშეყრის ადგილი ხდება მოკლედ ახალციხე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს მესხური, ახალციხური წითელი დოლის პური და ჭავის პური წარმოდგენილი ბუნებრივ საფუარზე, ასევე გვაქვს გათანამედროვებული კერძი ერიშტა. ფესტივალი მიზნად ისახავს ქართული გასტრონომიის პოპულარიზაციას და განსაკუთრებით სამცხე ჯავახეთის უნიკალური სამზარეულოს გაცოცხლებას. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი სამზარეულო, გაცნობოდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და ახლოდან შეეხედათ რეგიონის კულინარიული კულტურისთვის. ფესტივალს მხარდაჭერა გაუწიეს ახალციხის მერიამ და სამცხე ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ. ღონისძიება ასევე მოიცავდა სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. ადგილობრივი კერძები, ტრადიციული რეცეპტები და მასპინძლობა განსაკუთრებული გამოცდილება აღმოჩნდა ჩემთვის. აქ იგრძნობა რამდენად მდიდარია რეგიონის კულტურა და კულინარიული ტრადიციები. აუცილებლად კიდევ დაუბრუნდები და ამ ადგილს მეგობრებსაც ურჩევ. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მესხური ჰალვა, ჩემი რეცეპტით არის დამზადებული. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შაქარი არ გამომეყენებინა, უშაქროთ არის დამზადებული. ბაქმაზის გემოვნებით ბუნებრივი სიტკბო აქვს და წითელ დოლით არის გაკეთებული. ძალიან სასარგებლო გემოვნური თვისებებით, სამკურნალოც არის ბავშვებისთვის ძალიან კარგი და 2 წელი ინახება არ ქუჩდება. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამცხე ჯავახეთის ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებას, კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას და რეგიონების მიმართ ინტერესის ზრდას. ახალი ამბები შვიდზე ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით ნახვამდის.